ქვეყანაში ინსულინის დეფიციტი არ ყოფილა და არ არის. დანიური წარმოების ინსულინის საქართველოში რაც იმას ნიშნავს, რომ ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის მკურნალობა პრეპარატ ნოვორაპიდით ხელმისაწვდომია, თუმცა პაციენტებს თავად შეუძლიათ აერჩიონ ძველი სქემის მიხედვით ისევ ნოვორაპიდს მოიხმარენ თუ ფრანგულ აპიდრას. მწარმოებელ ქარხანაში შექმნილი პრობლემების გამო დანიურმა კომპანიამ ნოვორაპიდის წინასწარ შესყიდული მედიკამენტი საქართველოს დროულად ვერ მიაწოდა. თუმცა ის ფრანგული კომპანიის პრეპარატით მაშინვე ჩანაცვლა. ახლა ორივე მედიკამენტი ხელმისაწვდომია. ნინი მაისურაძე გიამბობთ. დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტის ნოვორაპიდის საჭირო მარაგი უკვე საქართველოშია და ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომია. დიაბეტის ტიპი 1-ის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს შესაძლებლობა აქვთ მკურნალობა კვლავ ნაცნობი სქემით განაგრძონ. მარაგი საკმარისია, პრეპარატის გაცემის პროცესი კი ჩვეული რეჟიმით მიმდინარეობს. წამალი უკვე დღეიდან გაიცემა აფთიაქებში და ძალიან მიხარია. ნოემბრის დასაწყისში გამოწვეულმა აჟიოტაჟმა რო წამალი დეფიციტში გადაინაცვლა, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც იყო ძალიან ემოციური. ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ შვილი ჯანმრთელობას ეხება მდგომარეობა და როგორც კი წარმოიქმნა პრობლემა ჯანდაცვამ, მე პირადადაც დამირეკა და მითხრა, რომ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მოხდებოდა აპიდრით ჩანაცვლება. ქვეყანაში მკურნალობის პროცესი არ შეფერხებულა, თუმცა მწარმოებელი კომპანიის ნოვო ნორდიკის ქარხანაში შექმნილი პრობლემების გამო წინასწარ შესყიდული მედიკამენტი საქართველოს დაგეგმილ ვადებში ვერ მიაწოდეს. ჯანდაცვის სამინისტრომ პაციენტებს ალტერნატიული ხარისხიანი პრეპარატი, ფრანგული აპიდრა შესთავაზა, რომლითაც მკურნალობის ჩანაცვლება ექიმის ზედამხედველობით უსაფრთხოა. უმეტეს პაციენტთან ჩანაცვლების საჭიროება არ დამდგარა. შეფერხება შეეხო ხანმოკლე მოქმედების ინსულინს ნოვორაპიდს, რომელიც ნამდვილად აუცილებელია 6 წლამდე ასაკში. 6 წლამდე საქართველოში დიაბეტი აქვს 125 ბავშვს. 4 წლამდე ეს არის სულ 55 ბავშვი. არავის არ მოუმართავს, აღარ მაქვს დღეს ინსულინი, ან ხვალისთვის არ მექნება და გადამეყვანეთ აპიდრაზე. თავისუფლად შეგვეძლო გადავსულიყავით, მაგრამ რა თქმა უნდა, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ქვეყანაში ინსულინის მარაგის დროულად შესავსებად ჯანდაცვის სამინისტრომ ყისიერი ნაბიჯები გადადგა. მწარმოებელ კომპანიასთან კი აქტიურ კომუნიკაციას განაგრძობს, რათა სამომავლოდ მსგავსი შეფერხება არ განმეორდეს და მედიკამენტის მიწოდება სტაბილურად, შედგენილი გეგმით წარიმართოს. აჟიოტაჟის დათესვის მცდელობა მოყვა ნოვო ნორდისკის პროდუქტის მცირევადიან ხანმოკლე დეფიციტს, რომელიც სინამდვილეში დეფიციტიც არ ყოფილა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველას ჰქონდა საჭირო მარაგი მომარაგებული საიმისოთ, რომ რაიმე წყვეტას ადგილი არ ქონოდა. პრაქტიკულად ეს იყო ძალიან ხანმოკლე სირთულე, რომელიც შეექმნა უშუალოდ კომპანიას და საბედნიეროდ კომპანიამ შეძლო და მოგვაწოდა საჭირო რაოდენობის მარაგი. ამ მედიკამენტებით პაციენტების მომარაგება სრულიად დაუბრკოლებლად სტანდარტულად გაგრძელდება. სახელმწიფო პაციენტებისთვის საჭირო პრეპარატების უფასოდ მიწოდებას განაგრძობს. ბენეფიციარებზე ზრუნვა ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია.